მე პირველ რიგში თანაგრძნობა მინდა გამოუცხადო აი გენერალურ პროკურორს ის ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა რაც მოხდა ის ჩააყენეს აი ამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში მას გალანძღავენ დაასხამენ ლაფსა და ტალახს და გაუშვებენ და მისი სოდვა ამათ ისერზე იყოს ვინც წარადგინა პიროვნება გენერალურ პროკურორად რომელიც თურმე გასამართლებული ყოფილა ძიმე დანაშაულისათვის თანაც არა შრი-ლანკაში ამ ფილიპინებზე სადაც თქვათ რაღაცა შარიათის ნორმები მოქმედებს ან რაღაცა გადაჭარბებული სამართლებრივი სისტემის ხარვეზებია არამედ კლასიკური სამართლის ისეთ სახელმწიფოში როგორც არის გერმანია სადაც გოთური სამართალი განვითარდა და ეს სამართალი მოედო მთელს დედამიწას. იქ არის გასამართლებული კაცი ძიმე დანაშაულის მუხლი და ეხლა მახსენდება აი ამ ფონზე შედარებისათვის ბოდის გიხდით, მაგრამ რაღაცა გავს. სოფლიო ისტორიაში არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი. მახსენდება ერთადერთი პრეცედენტი, რომ შუა საუკუნეებში რომის პაპად აირჩიეს ქალი რომელიც გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი კაცი ყოფილა და ეხლა პაპს არჩევის წინ სინჯავეს სხვათა შორის დეტალურად რომ არ გაეპაროთ და მეორე შემთხვევა საქართველოში მოხდა მსოფლიოს მასშტაბით როდესაც კანონებზე ზედამხედველობის უზენაეს უფროსად დაინიშნა ნასამართლები პიროვნება მაგრამ იგი ამბობს რომ ეს არის